ფაქტობრივად ცისფერი გალერეის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ახლა მე-16 დღეა რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები კვლავ შეიქმნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი გამოთქვამენ პროტესტს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს როგორც ახსენეთ და როგორც მოისმინეთ ეროვნულ ჯორჯიას პირდაპირ ეთერში, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის მასშტაბით, არაერთხელ გადაიკეტა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ და ამ წუთებშიც საავტომობილო მოძრაობა, როგორც ხედავთ, არის გადაკეტილი და მიმდინარეობს პროტესტი. ახლა დემონსტრანტებს გაშლილი აქვთ ბანერი და ისინი ეწინააღმდეგებიან მათი თქმით დაწყებულ სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ რეპრესიებს და მოითხოვენ მოქალაქეების იმ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც გახვდნენ მათი თქმით სისტემის მსხვერპლი ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც დააკავეს შინაგან სამინისტროს ცნობით დაკავებულთა რიცხვი 400-ს აღემატება. მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ არის დაუყოვნებლივ ამ მოქალაქეების გათავისუფლება და ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მოქალაქეების შეფასებით, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, მთავარი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, პოლიტიკური სიტუაციიდან არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში და უკვე შემდგომ მათ მიაჩნიათ, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკურ გზას. კონკრეტულად დემონსტრანტების ეს ნაწილი, რომლებიც ახლა კადრში ხედავთ, ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედნის მხრიდან ამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, გაჩერდნენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდგომ გადაინაცვლეს რესპუბლიკის მოედნის მხარეს და ისევ ბრუნდებიან ახლა პარლამენტის შენობის წინა მხარეს. მათ აქვთ ესევე საპროტესტო ბანერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან აქ, მათ შორის ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები, კლუბური მუსიკის სფეროდან წარმომადგენლები, მათაც ჰქონდათ დღეს საპროტესტო აქცია დაანონსებული, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე დაიწყო და საბოლოოდ, როგორც წესი, ესეთი საპროტესტო აქციები თავს საბოლოოდ იყრის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. თქო ახლა ოპერატორს კადრში გაჩვენეთ ასევე მათ აქვთ ერთ-ერთი ბანერი, სადაც გამოსახულნი არიან ის პირები, რომლებიც დაშავდნენ საპროტესტო აქციების დარბევისას გასული 15 დღის განმავლობაში, თუმცა უფრო პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციის დაშლა საპოლიციო ძალების მხრიდან. ჩვენ ასევე აქ ვესაუბრეთ აქ მოსულ სტუდენტებსაც, რომლებიც მანამდე შეუერთდნენ საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძნენ და მსვლელობით მათ რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს. მათივე შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში და შესრულდეს დემონსტრანტთა მოთხოვნები. ასევე ისინი საუბრობენ ხვალ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტად რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი უნდა აირჩიონ. ისინი ამ პროცესებსაც აფასებენ და მიაჩნიათ, რომ პროტესტი ახლა ამ დღეებში, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზეც, თბილისის მასშტაბითაც და ქვეყნის მასშტაბითაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ შემოვედით ამ აქციაზე მარშის სახით. ჩვენ ვართ პირადად მე თესეუს პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი, როგორც საბაკალავრზე, ასევე მაგისტრი და პირველი, ასე ვთქვათ, არც ერთ სხვა დასაქმებულებს არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ პირველი ჩვენ ხვდებით თუ რა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხდება ქვეყანაში. შესაბამისად აღნიშნული კანონიდან, არა მარტო რუსული კანონიდან, არამედ ოცნების გადადგმული ყოველი ნაბიჯიდან ჩვენ ხვდებოდით თუ ქვეყანა რამდენად იბლებოდა ჭაობში და რამდენად იცვლებოდა საგარეო კურსი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოება იდგეს აქ და გააპროტესტოს ოცნების რეჟიმი. მთავარი ამ სიტუაციაში რაც ხდება არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ბოლომდე, მე პირადად რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ამერიკიდან, რომ ამ პროტესტებს შეუერთდე და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიზანს და მიზანი არის ის, რომ საქართველოს რუსეთის არ მოხდეს საქართველოს რუსეთის კურსზე დადგომა და საბოლოოდ რუსეთში ინტეგრაცია, ხო, რაც არის ამ მთავრობის დიდი ხნის პროგრამა, რომ ჩვენ მოგწყვიტოს ყველა ჩვენ მოკავშირეს, დაგვტოვოს ერთ-ერთზე მტერთან და მე ვთქვას, რომ ხო ხედავთ სხვა გზა არ აქვს და ასეთი პროპაგანდით შეგვიყვანოს იმ ინტეგრაციულ კავშირებში, DST-ში, ODKB-ში და ასე შემდეგ. ეს მგონია არის ამათი გეგმა და მოვითხოვთ აუცილებლად იმ ადამიანების განთავისუფლებას, რომლებიც არიან რეჟიმის ტყვეები, პირდაპირ მნიშვნელობით და რეჟიმის მსხვერპლები. ხვალ არის არჩევნები, უფრო სწორედ არჩევანი, ეს არ არის არჩევნები, ჩვენ ყავს მხოლოდ ერთი, ასე ვთქვათ,
კანდიდატი, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით აკადემიური ხარისხიც კი არ აქვს, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც სწავლობენ სტუდენტები, რომლებსაც არაერთი მიღწევა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცნობილები ვართ მთელს მსოფლიოში ჩვენი პროტესტით და ჩვენი სიტყვით, შეუძლებელია ასეთ ქვეყანას ყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს მინიმუმ არ ვიცი, ბაკალავრის ხარისხი, ესე რა ვთქვა. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მე მინდა ვთქვა ის, რომ აუცილებლად უნდა დამთავრდეს ეს რეჟიმი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავამთავრებთ, არ გავჩერდებით, არ დავიღლებით და ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ევროპა. საპროტესტო აქციები მე-16 დღეა გრძელდება. ახლა დემონსტრანტებმა კვლავ გადმოინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე გაგაცნობთ ასევე აქ არსებულ სიტუაციას. მშვიდობიანად მიმდინარეობს პროტესტი დღეს საღამოსაც. სამართალდამცველები არ გამოჩენილან არც ჭიჭინაძის და არც 9 აპრილის ქუჩაზე. მათი მობილიზება არ შეინიშნება არც თავისუფლების მოედანზე, მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და მარწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით. დემონსტრანტები ახლა ცდილობენ ხმაურით გამოვიწვიონ, ხმაური შექმნან და ამ ფორმით გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება.